და საშინელი მდგომარეობაა, ხო ხედავთ ეხანას ავარიული მდგომარეობა, კედელი ჩამოიგრა, ეზოას ატყოსები აქვს, ფანჯრები აღარ იღება, კარები აღარ იხურება. ყოველწუთი შეიძლება რაღაცა ჩამოიგრეს, ბავშვებს თავზე დაესწროს, ოჯახები ყავს, ყველაფერი და რაღაცას მესახედია უკვე რამდენი ხანი ეგეთი მდგომარეობაში ვარ და რა ვიცი, აბა რაღაც უნდა გვესველოს, უნდა მოვიდეს ვიღაცა ხელისუფლებიდან, ნახო რა მდგომარეობაში ვარ და არავინ ამას არ უყურებს აბსოლუტურად დღეს. ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებს რამოდენიმეჯერ მივმართეთ ეს დაახლოებით 1 წლის წინ ყველგან გაიგზავნა ჩვენი წერილი, რომ გჭირდებოდა დახმარება, რომ ბინა იყო ამორტიზირებული და აბსოლუტურად არ ექვემდებარებოდა არც გამაგრებას, არც სხვა სამუშაოებს, მაგრამ პასუხი მივიღეთ უარყოფით იქიდან გამომდინარე, რომ მერიამ გადაგვამისამართა ძველი თბილისის გამგეობაში, გამგეობამ რეზიდენცია უნდა მიხედოს, რომ არის ტერიტორია რეზიდენციის და ფაქტიურად არავინ არ დაინტერესებულა დღემდე, რომ მოსულიყო და გაერკვია ადგილზე მდგომარეობა. სამწუხაროდ რეალურად სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი მდგომარეობა არის 12 ოჯახი დგას ყოველ წამიერი საფრთხის წინაშე და ჩვენ ვნახეთ რომ უდიდესი ნაწილი ფრაგმენტი ამ სახლისა ჩამოინგრა დღეს დილით და სრულად შემთხვევით გადაურჩა აქ მაცხოვრებელი ადამიანები სიკვდილს და მე მოუწოდებ მერიას ქალაქის მთავრობას რომ სწორედ აი ეს შემთხვევარის ფორს მაჟორი და სწორედ აი აქ უნდა მოხდეს დაუყოვნებლივი ჩარევა ყოველგვარი ტენდერის გარეშე და არა იმდაგვარ სამუშაოებზე, რომელსაც ასე ვთქვათ, გზის საფარის დაგება ქვია, სადაც ტენდერის გარეშე ახორციელებენ სამუშაოებს. აი აქ უნდა მოვიდეს დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლები და ხვალვე დილიდანვე უნდა დაიწყოს გამაგრებითი სამუშაოები და სანამ გამაგრებითი სამუშაოებს დაიწყებენ, აქ ისეთი ვითარებაა, უმჯობესი ალბათ დედაქალაქის მერიამ უზრუნველყოს ეს ხალხი ქირით, რათა გამაგრებამდე ეს ხალხი გადავიდნენ სხვა საცხოვრებელ ფარჩი.